თავი მერვე. გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაღუდდა წყალი. დაიგმანენ უსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები და შეწყდა წვიმა. თანდათან მიიქცეოდა წყალი მიწიდან და იკლო წყალმა 150 დღის ბოლოს. მეშვიდე თვეს, თვის მე-17 დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი. თანდათან იკლებდა წყალი მე-10 თვემდე. მე-10 თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები. 40 დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული. გამოუშვა ყორანი. მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე. გაუშვა მტრედი, რომ გაეგო თუ დაიგო წყალმა მიწისპირზე. ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მობრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწისპირზე. გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში. 7 დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან. დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და აჰა ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე რომ დამწყდარიყო წყალი დედამიწაზე. 7 დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი. აღარ მოbrunებულა იგი მასთან. 601 წელს პირველი თვის დამდეგს დაშრა წყალი ქვეყნად. ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა გამშრალია მიწისპირი. მეორე თვის 27 დღეს გამოშრა დედამიწა. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად, მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად. გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები. ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავთავისი გვარის და მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო ამოარჩია ყოველი წმინდა პირუტყვიდან და ყოველი წმინდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულის თქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიკეცი. ვიდრე ქვეყანა იქნება, არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.